ვისაც გინდათ ვალენტინობას მომხედე, ვალენტინობა დღეს სანდროსგან მოამზადოთ აი ესეთი ქათამი სოკოში პიურეთი. სანდრო მაინც თქვი რა ქვია, წაი ჟული. არ ვიცი, წაი ბისტროგანოვი. აი უგემრიელესი. უფრო წაი ბისტროგანოვი მსგავს. სანდროსგან ვალენტინობას თქვენ საყვარელ ადამიანებს მოუმზადეთ, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. მოგესალმებით ხათოს და სანდროს სამზარეულოდან, მეტაბადბადენი ალექსანდრე და ხვალ არის ვალენტინობა და სანდრო მითხრა ისეთი კერძი უნდა მოგიმზადო, რომ გაგაოცებთ და თქვენ შეგიძლიათ ვალენტინობას თქვენ საყვარელ ადამიანებს მოუმზადოთ ეს კერძი. რა კერძია? ამას სანდრო გეტყვით. სარი ქაფის ფილე მობრაწული სოკოსთან, არაჟანის სოუსში და კარტოფილის პიურეს გარნირ. კარტოფილის პიურეს ის კარტოფილი დაღმული იყო. ეს რისთვის არის? ეს კარაქშიდან შეუბრაწო და ზეთში, ზეთთან კარაქი ერთად უნდა კომბინირებოდეს. ეს წაი ჟულიანებს თუ აი თითქმის აი მასავით არის, ნუ იმის ბიძაშვილია. ბისტროგანოვის ბიძაშვილია. ხო, მე მგონი ბისტროგანოვია ზუსტად რა. სანდროსეულად. კაი, რას ვაკეთებ? უბრალოდ დავჭერი ახლა ქაფის ფილე, დაახლოებით ეს არის კილო, ეს არის ქამასოკოსას დავთლია ესეთ ტყელ. ვაჩვენოთ მე. ნაწილებად ხო, რომ ეს არის. ლამაზი რო იყოს. ლამაზი რო იყოს. მე დავთლი რა. დავანებეთ ამი კაცო, ეს კარგად დავთლი. კაი, და მოკეთ პირველი რას ვაკეთებთ ახლა? პირველი ახლა ჯერ გავახულოთ წაფა, მოვასხათ ცოტა ზეთი. ჩვენ ძალიან მოგწონს ეს მიოჯუზე. ცოტა ზეთი მოვასხათ. მოსულდეს უბრალოდ ეს ისაა. გადადი ხელს გიშლის. ზეთი ბევრი არის, მოვასხოთ. და დავამატოთ კარაქი. კაი, ნოყიერი კი არის. როგორ კარგი. ეს ზეთს იმიტომ ვუკეთებ კარაქი რო არ დაიწვას. ხო? ისია. გასაგები. და დაგიბრუნდებით გადნება. კარაქი. დავაყაროთ. შეგვიძლია უკვე დავაყაროთ ჩემი ქაფის ფილე. თავზე არ ვახურებთ. არც მარილს არ ვუკეთებ. გასაგები. სოკო მე დავჭერი, რო იცოდეთ, ეს ლამაზად. დამაჭრევინა. იძალავე. ხო. და აი ეხლა რა შვები სანდრო? არაფერი, ხო, ბრატავ იმაში რა ქვია, გავაცალცალკეო ცოტა იკრავს ეხლა მაინც ხოიც იმას რა ქვია, ხორცი ერთმანეთს და გავაცალცალკეო ეხლა უკვე წავიდეს ის პროცესი კარგად. და უნდა დაიბრაწოს. გამოვიდეს კატლეტი. მოიბრაწოს ხო? აი სანამ ბრატვაში შევა მე უყურე, მას ვიზავ რა ქვია, ფილს მოვაყრი. ფილს მე არაჟის სოუს დავასხავ, მაგრამ ეს მე. ეს მე. გაჩვენე. ამასობაში პიურეც დავადგით. პიურეს უხდება. მიდი. შენი ქაფის ფილე უკვე აი მოიბრაცა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია დავაყაროთ სოკო, რომ სოკოსთან ერთად კიდევ ერთხელ მოიბრაწოს. ოჩა იმეთქონე. აი ეს. ეს რა არის? დარჩება? მაჩვენე. ო? დავჭრი ხო? ნუ ოპა, და დანარჩენი შესრულდება უკვე პარაჟნით. ესეც უნდა მოიბრაწოს? ხათამთან ერთად უნდა მოიბრაწოს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ესეც ღია იმაზე რა ქვია, თესლზე არა არის თავის სანდრო, ეხლა შეკითხვას დაგისვამე, ხახვი არ უნდა? ხახვი არ უნდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხახვის ხორცთან სიმართლე რო გითხრა, მე ხახვი მარტო ჩახოხილში მიყვარს და შემწვარ ქათამს ესე. ეს არის ფაქტობრივად შემწვარი ქათამი. იმიტომ შემწვარი ქათმის არაბატი კონდეს და არა ხახვის. არა ხახვის, ხო, ხახვი ძალიან მიყვარს, იცი შენ და მაგრამ ამ შემთხვევაში ამ კერძში არ უშედეგია. კარგი. ვიფასებო, აი ამის შემდეგ უკვე შეიძლება დავაყაროთ პირპილი და მარილი შევბაზოთ. პირპილი ესეთი რამეა, ძალიან უხდება ამას. სოკოსაც, ქაფის ფილესაც უხდება კი ძალიან და ამიტომ ბლომად დავაყაროთ. თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული, რამდენად ცხარე გიყვართ, მაგრამ ეს იმდენად ცხარე არის, რამდენადაც არომატული უფრო. აი, აჰა. ამიტომ შეგიძლიათ ასისტენტი ხო არ შენ? კი, ასევე მარილი დავაყაროთ. ხელით ამოირი არ ჩაგეყარა. არ უნდა კაცო რა არ დამღუპო. მე ტუფლებს კი არ ვკერავ გენერალურად.
აი ასე. მეგონი ბევრი ჩაგიყარა და მოკლა. დააბრუნე რა თავის ამილას კაცო. და ამოვორიოთ. აი როგორ დაიბრაცა. აუ ლამაზია უკვე. კი, ლამაზია. ძალიან ლამაზია და ეხლა პიურეც იქნება მალე, ჰა და ჰა. კი, აი სანამ პიურე მოიხარშა, ხედავ როგორ სწრაფად იბეშება ეს. და სერვიროვკაც გავაკეთოთ. სერვირება. აჰა. ცოტა ხანი გავაჩეროთ ახლა მალე და პილპილით ამას უნდა ალბათ 2 წუთი. არა, კაცო, რა თქმა უნდა 2 წუთი უნდა. ამას უნდა 2 წუთი და 2 წუთში დავასხამთ არაჟანს. გასაგებია. ამასობაში ჩამოვასხით კარგი შავი ღვინო. შამასხი ერთიც უნდა დავლი. სანდრო, დავლოც. აი, ბალამ. ყველა ჩვენი გამომწერი მინდა დავლოცო. ყველაფერი ვალენტინობა არის მაშინ, როცა ერთმანეთი გვიყვარს, ხო ესია? აი, ხო. თავისთავად სიყვარულის დღეს ნიშნავს. ხო, სიყვარულის ნიშნავს, მაგრამ მე ყოველთვის თუ დამაფასებ და თუ პატივს ვცემ, ყოველთვის შეყვარებული ვიქნები შენზე ბატონო ალექსანდრე. და ყოველთვის სიყვარულის დღე იქნება. მინდა დაგლოცოთ ყველანი, ჩემი სიყვარული. აი, ბრაცა. ამასობაში ჩვენი ხახვი და სოკო ერთად და უკვე გემრიელია მერწმუნეთ გავსინჯე. და შეგვიძლია მოგაწოდოთ ბატონო ალექსანდრე. არაჟანი. ცვიანი უნდა მაგდენი? აბარა. დედა. არ უნდა დაზოქო. ან 9 კილო არაჟანი უნდა. 9 კილო არ არის, ეს არის ალბათ 300 გრამი, ამ ჭიქაში მეტი ხო არ ჩაგდა. ხო, აი, მომე. ანუ 400 გრამი ხა შეიძლება წაიგო. დომადი? წუთი ჯერ გახსენდეს არაჟანი. მამაკაცებო, ხვალე თქვენ საყვარელ ადამიანებს მოუმზადეთ აი ეს კერძი ვალენტინობას. შავი ღვინოც ხდება. მამაჩემის დაბადების დღეს არის ხვალ. აქედან ულოცავ ირაკლის დაბადების დღეს დიდი სიყვარულით. დიდხანს იყოს ჯანმრთელი ბედნიერი თავის საყვარელ შვილებთან და ოჯახთან ერთად. რა კარგი დღეს არის ირაკლი დაბადებული. ნახეთ რა. აი ნახეთ ვიზუალურადაც როგორია და მე პიურესთან ერთად რო ავაწყობ კერძს, მე ნახავთ. სასწაულია, სასწაული. ფი. კარგია ეს თვითონ რაც არის. არ მინდა ახლა ეს გავაკეთო რეკლამა, მაგრამ მაინც ვამბობ ხოლმე, ხო. ყოველ შემთხვევაში კარგი ზეთია ძალიან. მიდი. ჯერ გავუკეთოთ ერთი ჩაის ყოზი. რო ფერი არ გავაფუჩოს. ტომატი და მე ნახოთ. ეს არ გავაფუჭებს ეს გამო, აი ღია მოვარდის. ხო და მეტი არ დაუმეტო, გეხვეწები რა, მინდა. პასტელურ ფერებში რაღაცა. ხო და აღარ უნდა შენ თუ ტომატი და ამას არ სჭირდება იმედად ნაზი ის არის კერძია რომ ზედმეტი სუნელებით გადატვირთვა და არაფერი არ სჭირდება. გაუკეთოთ და ესე ვქნათ და ისე ვქნათ არაფერი. აი ნახე როგორი საფარი დაზოგადდა. ხო, ფერი არის ძალიან კაი. მეტი აღარ უნდა სანდო ხო ტომატი. ფერია ესეთი არის, საფარის ფერი მიიღო. შო, და კერძი დასრულდა ხო მართალია? კერძი არ დასრულებულა ჯერ, ეხლა უნდა გაუკეთოთ ცოტა ქვილი, იმიტომ რომ წყალ არ გამოვიდეს ჩვენი სოუსი. და ოდნავ მოვაყარე რა, ბევრი ფქვილი არ მინდა. ერთი წუთი ხათუნა, აი რამდენსაც მოითხოვს იმას მოვაყარე, უჩქარო. ესე მოვაფრქვევ რომ კურკურშები არ გაიკეთოს, ხო სანდრო? კი, ოდნავ რომ გასკევდეს. შო. და კიდე მოვაყარე. კიდე. ხო. და მესამესაც აიტანს მენდე. კი ბატონო, შენახარ შეფი და კარგად ჩააყარე, მიგენანება. კიდე? მორჩი. და ჩვენი კერძიც? აუ დასრულების კერძი. აუ რა სილამაზეა, ვერ გეტყვით. ორი დათოვლილი. პიურეს რძეში ამუზელს, რძე და მარტო მარილი. კარაქი და რძე. კარაქი და რძე, გაჩვენებთ მაგასაც. აი, ეს არის სოუსი. ხო. მორჩა კერძი დასრულებულია.
მეცადე გავსინჯო სანდრო. როცა წყალი წვიეთი. ოდნავ წყალიც უნდა. ჩაგისქელდა ცოტა. არ ჩაბისქელდა, სქელი უნდა იყოს და წყლით პირიქით უნდა აბა გაახელო. გავსინჯო მარილზე. სანდრო, ეს არის სასწაული. და ფერი როგორია? ოდნავ პილპილს დაუმატებდი შენადვილას, ოდნავ. მათოს უნდა პილპილი მაშინ. ესე იგი უნდა უყიარა კარგად. აჰა. So. რძეში კარაქში და მარილში კარგად ამოთქვიფა და ეხა ავაწყობთ კერძს და დაგიბრუნდებით. ზუსტად 2 წუთში. ბოლო ვარიანტი გამოვიდა, გამოიყურება ასე. აი ასე. გასაფორმებლად შეიძლება კამა გავუკეთოთ რაღაცები, არ მაგრამ გვაქვს. ეს ფინფაფო რაღაცები არ მიყვარს. კერძი უნდა იყოს გემრიელი, თორე გაფორმებული კი არა.